ეს თუ кайიყო, მაგრამ უჩინვაჩინის ქუდია გაკეთე. ამას თუ ახლა სად არის თქვენი წევრი? რა ხდება? პატარა პრობლემა აქვს, ძალიან პატარა, რაღაც პატარა ოპერაცია გაიკეთა და ძალიან მალე შემოგვიერთდება. თავარია კარგად არის. მოვიკითხოთ აქედან, პატიკო, აბა შენიცი, მალე დაგვიბრუნდი, მაგრამ საქმეს რა ეშველება? საქმეს ყავს ძალიან კარგი მუსიკოსი. ანუ დროებით კი, რა შემცვლელი. თქმა უნდა, დროებით. კარგია, თორე ჩემეთზე თუ იყავ თქვენ ცოტა გამიჭირდება. კარგი, მე შენ არჩევანში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ როგორ წარმოადგინოთ, რა ქვია? სეირანი, გვარი ბატონო? საპონჯიანი. ბატონო? სეირან საპონჯიანი. შეირან საპონჯიანი. აჰა. ოჰო. მოიმატა მოძმე სომხეთის რეიტინგებმა გენაცვალე ჭკვიანი კაცი ხარ ჭკვიანი აბა ჩემო ძმებო სომხებო მინდა მოვიწვიო სეირან საპონჯიანი გთხოვთ ეგრე არა არის. აბა როგორ სეირან ჯან იეგეკ დაბრძანდით, არ ვიცი, მე საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს, მაგრამ ანუ ქსოვრელებში ჩავწერეთ? ნუ ეხა კარგი. მოდი ეხა ნიკოშ მე ვიცი რაც უნდა გავაკეთოთ. მოგონე? ეს არის ისეთი ეროვნების წარმომადგენელი კაცო, რომ ამას რა ქვია მაგას წისქვილიდან საიდან? წისქვილიდან სადგურამ. ერთი დაუმაგრე აბა ერთი შენ თუ შეგიძლია და ჩვენ აქ ჩვენი მისაღები გამოცდები გვაქვს ერაცვალე, ასე ყველას გიაროღებულობ. ხო, მაგრამ რა არის? ეს არის გრძელი. აჰა. მელოდიურად გრძელია და მე გაძლევთ დაახლოებით რამდენი 40 წამი და 40 წამში თუ დააშლი და აწყობ გადავცეთ ჩოხა მერე დროები. რა თქმა უნდა, კი. დათახა? კარგი იდეა. სტრესის ტრაპეზია. წამზომი ჩაირთო. კარგი იყო, დაიწე ჯიგარი. ბაშიაჩუკ, მივიღეთ თქვენ რაზუში. გიო, რა ქნა. თქვენი ჭირიდან ხინი გავიწია. აჰა, ჩემო კარგო. და აბა შენიცი, წარმატებები. მე ნახოთ, პაატა თუ მოვა და ეს აგერ იყო მე თქვენ თვითონ გაიყავით. რა იქნება, როგორ იქნება, მე ვიქნები გამშველებელი. მოკლედ ჩვენი გუნდი შეივსო წარმატებები სეირან. კიდევ ერთხელ ოქროხა. მადლობა გიორგი. ჩვენ კი ზღადაგვრჩენია რომ შევუდგეთ მონოლოგის საკითხვას შემოპაროთ. კი ბატონო, და კიდევ ერთხელ გავამხილოთ ჩვენი მეგობარი სომხები, რომ ჩვენ გუნდში არის სეირანი და გადმორთეთ, გვიყურეთ, ნახოთ რას დაწერს შემდეგი გადაცემა. საინტერესო იქნება. მოკლედ ჩემო ძვირფასებო, სასიხარულო ამბავი გვაქვს. საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.
და რა თქმა უნდა გულოცავთ ჩვენს ბიჭებს ამ დიდ წარმატებას. სხვათა შორის ჩვენს ხელბურთელთა ნაკრებს მთავრობამ საჩუქრად მილიონი გადასცა. ასე რომ მეც მინდოდა მიმელოცა ნაკრებისთვის, მაგრამ მთავრობას ისე მიულოცია, მე რა უნდა მიულოცო ახლა არ ვიცი. მეც მაგარი ვარ ისე რა. მეც აბაშა ხელბურთი, რაც მე ბავშვობაში ხელებს ვიქნებდი აქეთ იქით. რა ბურთთან ერთად რომ ეკნია დღეს მილიონერი. მართალი ხარ. ისე ხომ იცი ხელბურთს ვინ თამაშობენ? ვინ? წყალბურთელები, რომლებმაც სურვა არ იციან. ეგ არ ვიცი, მაგრამ ის ნამდვილად ფაქტია, რომ ჯერ ფეხბურთში მოვხვდით ევროპაზე და ახლა ხელბურთში. ანუ ფეხითაც კარგად თამაშობთ ბურთს და ხელითაც. ბურთით უკვე ევროკავშირში ვართ ფაქტიურად. კი ბატონო, ჩემი აზრით ხელბურთი ბევრად უფრო ჭკვიანური სპორტია ვიდრე ფეხბურთი. აბა თუ იცი რატომ? არ ვიცი რატომ. ფეხბურთელებსაც მილიონი მისცეს და აქ უფრო ცოტა მოთამაშე, ანუ უფრო მეტი ხდებათ. გესმის, აი მეტი. ხოდა მეტი თუ ხდებათ, იკისრეთ რამე ძმებო. კი ბატონო. პურმალი თქვენზე იყოს და მუსიკალური მხარე ჩვენზე, რადგან ჩვენ შოუში დოლგარმონზე უკრავს და კეიფის განწყობაზე გვაყენებს სეირან საპონჯიანი და მოიცა კაცო და ქსოვრანები და გიორგი სოსიტაშვილი. ბრავო! მადლობა. ხელბურთიდან გადავინაცვლოთ ფეხბურთზე. ხვიჩა კვარაცხელია და მისი პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის ფინალშია. ბრავო. რომელიც 31 მაისს მიუნხენში გაიმართება. ისე გერმანიდან მაისის თვეში თასის წამოღება კარგად გვაქვს დაცდილი სხვათა შორის. ორჯერ წამოვიღეთ. 45-ში და 81-ში. რა არა იყო ასე? მართალი ხარ? რადგან PSG-ს ჯერ ლიგა არ მოუგია, ფინალში გასვლა მათთვის დიდი მოვლენაა და კლუბის პრეზიდენტმა 600 თანამშრომელი ფინალზე დაპატიჟა. ანუ ფაქტობრივად დირექტორმა მოუწყო თანამშრომლებს კორპორატიული საღამო სტადიონზე. მართალი ხარ? ბედნიერები არიან თანამშრომლები და თან დაბნეულები, რადგან არ იციან კორპორატიულზე როგორ ჩაიცვან, გამობრანჯულად თუ სპორტულად. PSG-ს კლუბის პრეზიდენტი სამსახურის მერე უეჭველი ტაქსაობს, თორე 600 ბილეთის ფული საიდან აბა? არ ვიცი. ერთი ჯიბე გამოფხეკილი ნავტობ მაგნატია. მე და ეს 600 თანამშრომელი ერთად გადაფრინდება მიუნხენში თუ 150 მანქანაში გადანაწილდებიან 4-4 კაცი. თვითონ მანქანაში და დააწვევენ სახმელეთები. მაინტერესებს. აი ხა მეც მომიდა ფინალზე დასწრება. და მომისმინე კვარა უცებ შენს მასაჟისტებად და ფსიქოლოგებად რომ გაგვაფორმო. PSG-ში ვერ მოესწრება, ვითომ თამაშობდე რას? თუ ვერ მოესწრება, არ არის პრობლემა. წამოდი, ჩვენი წავიდეთ ძმაო და ვითომ PSG-ს თანამშრომლები ვართ. შევერიოთ იმ 600 კაცი, ვინ დაიწყებს ახლა კიდე ფლას და ფრანგულის სოდაზე. შენ მაინც განსაკუთრებულად გამოიყურები და გიცნობენ. ფრანგული მოკლედ, შემდეგი ამბავი სტადიონზე მოხდა და თან ბრაზილიაში, მაგრამ გაგიკვირდებათ და ფეხბურთს არ ეხება. მომღერალმა ლედი გაგამ რეკორდი მოხსნა ქალ მომღერლებს შორის დასწრების მხრივ. მის უფასო კონცერტს 2 მილიონზე მეტი ადამიანი დაესწრო. უფასო კონცერტს. მართლა იმდენი ხალხი იყო კონცერტზე, ბოლო რიგებს წინა რიგებიდან უყვებოდნენ რა სიმღერას ვღეროდა ლედი გაგა. რა უცნაურია ქალებს შორის რეკორდსმენი რომ გაგა. ალბათონი გაგა. უფასო იყოს და თუ გინდა ლედი გაგა იყოსო ბრაზილიური ანდაზა ყოფილეს. აუ როგორ არ ვიყავი მაგ კონცერტზე ბრაზილიაში აფსუს. გიყვარს ხო ლედი გაგა? ლედი გაგა კი არა ის კაცო. ბრაზილიური კარნავალის კარები რო იტანტალებდნენ, ეგ არის კაი ამბავი. აუ რა იქნებოდა დუნდუ. კიდე კაი ლედი გაგასავით პოპულარულები რომ არ ვართ, თორე რავარი სათაბადო 2 მილიონი კაცთან. ხოძი ცალ-ცალკე იღაღანებს ყველა. ცოტა შორის ამ კონცერტზე ბრაზილიის პოლიციამ ბომბის აფეთქება აღკვეთა.
რა უცნაურია, იმდენი ხალხი იყო, ნემსი ვერ ჩავარდებოდა და ბომბი საიდან ჩააგდეს. ამ სტატისტიკით გამოდის, რომ ლედი გაგა ამერიკელი პოპის დედაა და პოლიციას რო არ ეყოჩაღა, დარჩებოდა ამერიკული ესტრადა დედააფეთქებული. მაგარი გადარჩენილები არიან. ახლა კი კრიმინალური მელოდრამა. ამერიკაში ციხის უფროს პატიმარი ხალი შეუყვარდა და მასთან ერთად გაიქცა. ხედავთ სიყვარულს გისოსებიც კი ვერ აკავებს, ვერა. და ასე იცხოვრებენ ერთად ტკბილად და სიყვარულით, სანამ არ დაიჭერენ ორივეს. თუ გაუმართლად და არ დაიჭირეს ციხის უფროს და პატიმარ ქალს, 9 თვის მერე ციხის უმცროსი შეეძინებათ. რო გარბოდნენ თურმე ორი პატიმარი ეხვეწებოდათ. მეჯვარებად საგვიყვანეთ რა იქნება. თუ კიდათ ბავშვს ნუ მოგვანათლებ, ნუღოთ აქედან გავიდეთ. ბატონო, ასე იქნებოდა. ალბათ ესენი უკვე გაიქცნენ ქვეყნიდან და შესაძლოა კაცობრიობა მიხილოს პირველი ფაქტი. როდესაც ადამიანი ამერიკიდან მექსიკაში გადაიპარა, ანუ პირიქით რა. ერთი სიტყვით ციხის უფროსმა პატიმარ ქალს ჯერ ხელმორკილი გაუკეთა და შემდეგ ოქროს ბეჭედი. უარესებიც ხდება. თუნდაც ეს ამერიკის უსაფრთხოების პირველ პირს რესტორანში ჩანთა მოპარეს დააკვირდი, რომელშიც $3000 და საშვიდო. არ ვიცი აქ რა ხუმრობა შეიძლება დაამატო კაცმა. თავად ფაქტი ისეთი კურიოზულია, მაგრამ ვეცდებით, ნახოთ. მართლა რა უნდა ვთქვათ? ამას საკუთარი ჩანთის უსაფრთხოება ვერ დაიცვა და ქვეყნის უსაფრთხოებას დაიცავს? $3000 როგორ დაკარგა? დავაზუსტებ, 3000 კი არა, $3001. $1 ცალკე ედო საფულეში. ბარაქა იცის ხო? ვინც მოიპარა ის კაცი მაგარ ცუდ დღეშია. ქვეყანა თუ არ დატოვა დაიჭერენ და ქვეყანა რო დატოვოს $3000 გამო 10000-ია გადახდილი ამერიკაში რო შესული. აუ, როგორც გავიგე, ქურდს უკვე დაურეკეს უშიშროებიდან ჩანთაში საბუთი დევსო. კი, მაგრამ თქვენ საიდან იცითო? დახედე საბუთს და მიხვდები. ხო და რო დაიჭერენ დამნაშავეს, მასაც გავუკეთებენ საშს და არა მარტო საშს. ანუ გადმოვინაცვლოთ ევროპაში. ჩეხეთში ტურისტებმა $340,000-ზე მეტი ღირებულების განძი იპოვეს. ტურისტების სიხარულს და განძს ვერ ბალავდნენ. აშკარად ქართველები არ იყვნენ, თორემ ამ ნიუს მარტო მაგათი საახლობლო გაიგებდა და ისე ტურისტი თუ ხარ, ასეთი უნდა იყო. ხედავთ რა, გულმოდგინედ ათვალიერებდნენ ჩეხეთს. არაფერი გამოპარვიათ, აი განძიც კი. ხო და მაგდენი განძი თუ იპოვეს, ეგენი კიდე კაიხას დარჩებიან ჩეხეთში, მინდა გითხრა. მარიფადი უნდა ყველაფერს შემონიკოლოს, აბა მე განძს კი არა, სასტუმროს ვერ ვპოვობ ხოლმე. სად ვცხოვრობ? რა ვიცი, რო ვიყავი ჩეხეთში, მეც ვიპოვე ჩემ განძი. 3-4 ვიხდიდი გათხაში. მართლა კაი განძია, ცოტაში გემრიელი. მოკლედ, ტურისტები ჩეხეთში ლუდის დასალევად წავიდნენ და ლუდის ქარხანა იყიდეს. და ბოლოს ინფორმაცია აზარტის მოყვარულთათვის. ოჯახმა, რომელიც ლატარიას წლების განმავლობაში ერთი და იგივე რიცხვებით თამაშობდა, მილიონი მოიგო. ეს გაუხარდა ოჯახს, ნახევარი ხო მაინც ამოვიღეთ, რაც წაგებული გქონდა იმისიო. ბილეთს რო არ ცვლიდნენ წლების მანძილზე გასაგებია, მაგრამ მეკვლე მაინც შეეცვალა. ახალდა მოიგო. ისე წლების განმავლობაში რო ერთი და იგივე რიცხვებს წერდა, ერთხელ რო დაგეზაროს, არ შეავსო და მაინც და მაინც მაშინ რო დაჯდეს ეგ რიცხვები, ხო შეიძლება გაგიჟდეს კაცი რა. ამიტომ ყურადღებით უნდა იყოთ სულ. აი როგორც ჩვენი ერთგული მაყურებელია, არც ერთ ხუთშაბათს არ ტოვებენ და სულ უყურებენ პაატა და ნიკას შოუს. მასზე უნდა ქნათ მანდატს. არ უნდა მაგის შეხსენება ისედაც იციან. არც ამის შეხსენება უნდათ, მაგრამ მაინც შეგახსენებთ, რომ ჩვენ შოუში ძოლ გარბოზე უკრავს და კეიფის განწყობაზე გვაყენებს სეირა მოდიში გიორგი შაშიდაშვილი და სოვრელები. ნიკო
მაშა, იცი რა მაინტერესებს? დიეტა თუ გიცდია შენ ცხოვრებაში? რამდენჯერაც გინდა, მაგრამ შედეგი არ მქონია. ო და მე გეტყვი კლასიკურ დიეტას. კლასიკურ რატო ქვია? კლასიკური მუსიკის ფონზე უნდა იმღერო. მოცარტის დიეტა ქვია. მერე დავცხოთ ხვალიდან. ან ორშაბათიდან ჯობია. არა. ახლავე დავიწყოთ ჯობია. აი თქვენ ჩაიწერეთ მაშასე პაატა და ნიკა კომპოზიციით მოცარტის დიეტა.